გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლებო. არ ვიცი თქვენ მოგენატრეთ თუ არა, აი მე კი ნამდვილად მომენატრეთ. ამას მაშინ მიხვდებით, როცა იმ შვენიერ ქართულ ამბებს მოგიყვებით, რომელიც თქვენთვის მოვამზადე. მადლობა კროკოს ამ შვენიერი პროექტის გვერდში დგომისთვის. მე ტრადიციულად თხოვნა მაქვს თქვენთან ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ხომ გახსოვთ, გათამაშების დღე სულ უფრო და უფრო ახლოვდება. პირველივე ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, კარგი ღვინო რომ მოუხდება. ასკანელის ოჩხანურიც აუცილებლად დააგემოვნეთ. ღვინო ჩაიდანში. ამ ამბავში ღვინის იმაზე დიდ სიყვარულზე გიამბობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ღვინის სიყვარული ჩვენთვის უცხო არაა. ღვინის სიყვარულით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქართველი მსახიობი, რეჟისორი, ქართველი რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვასო აბაშიძე. ვასო აბაშიძე კარგადაა ნაცნობი თეატრალურ წრეებში, განსაკუთრებით მისივე სახელობის თეატრის მსახიობებისთვის. თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მისი შემოქმედება უცნობია. ამის მიზეზი დროა. ვასო აბაშიძის მოღვაწეობის შემდეგ 100 წელი გავიდა. კინემატოგრაფია ამ დროს არც იყო განვითარებული და მან მხოლოდ რამდენიმე ფილმში შეძლო მონაწილეობის მიღება. მასზე ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა ნამდვილად ვიცით, რომ არანორმალურად უყვარდა ღვინო. სიფხიზლეში დინჯი, უწყინარი და ჩუმი ხასიათის ყოფილა. აი, ღვინის დალევის შემდეგ კი იუმორით მოზღვავებული აჭიკჭიკდებოდა ხოლმე. ერთხელ გამოჩენილი მსახიობი ავად გამხდარა და მასთან ექიმი მისულა სახლში. გასინჯვის შემდეგ ექიმა ხელის დაბანა მოინდომა. აი, აქ წააწყდა თურმე ყველაზე დიდ წინააღმდეგობას. ხელის დაბანა ხომ ელემენტარული რამეა. რას უნდა წაწყდომოდაო იფიქრებთ ალბათ. რას მეგობრებოდა წყლის პრობლემას. ონკანი მოუშვა და არ წამოვიდა წყალი. ექიმი არ დანებდა. დოქი აიღო და ხელზე დაისხა. თლიანად გაუწითლდა ის ხელი და აბა რა იქნებოდა წითელ ღვინოს რომ დაისხამდა. ექიმა დოქი ცივად დადო და თუნგი აიღო ხელში. რთული გამოსაცნობი არაა, რაც თუნგში ესხა. ბოლო-ბოლო ექიმა ჩაიდანი აიღო. სანამ ხელზე გადაისხამდა, რაღაც იეჭვა და ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიხედა შიგნით. მართალიც აღმოჩნდა ჩვენი ექიმი. ჩაიდანი ღვინით იყო სავსე. აქაც ღვინოა გაოცებული აღმოხდა ექიმს. ეს რა ამბავია, ყველგარო ღვინო ასხია, წყალი არ გაქვსო? ქაჯან, ასეთი მიმართვა ჰქონდა ვასო აბაშიძეს. ქაჯან, ღმერთმა ღვინო გააჩინა და გიჟი ვარ წყალი დავლიო? აი, ასე უყვარდა ღვინო ვასო აბაშიძეს. ჩემი აზრით, ონკანიდანაც რომ ღვინო წამოსულიყო, ალალი იქნებოდა იმ კაცზე. ეგრეა, ეგრე. ძველი ქართული სასამართლო. ახლა ძველ ქართულ სამართალზე მოგიყვებით. ეს დასავლეთ საქართველოს ეხება და ჩვენამდე ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა შემოგვინახა. ამასაც რა უნდოდა ისეთი რაღაცეები ჩაიწერა და მომავალ თაობას შემოუნახა, რომელსაც სიამოვნებით დავმალავდით. იქნება არ გვინდა მსოფლიომ გაიგოს. დაგვანებე რა თავი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. უცხოელი მოგზაურების ჩანაწერები ფასდაუდებელი და ძვირფასი საგანძურია ჩვენს ისტორიოგრაფიაში. ძველ ქართულ სამართალს რაც შეეხება. რა თქმა უნდა, ერთადერთი მოსამართლე იყო მთავარი, ანუ ბატონი, თავადი, როგორც გნებავთ. შარდენი მთავარს უწოდებს. ახლა როგორი ყოფილა სასამართლო პროცესი? თქვათ, ერთი ადამიანი უჩივის მეორეს. საჩივრის წარდგენის შემდეგ წესი არსებობს. მომჩივანი დგება შუაგზაზე, თავრის პირისპირ. როდესაც იგი მიუახლოვდება, მოიდრეკს მუხლს და მუდარით მიართმევს ქაღალდს. თავარი ართმევს ქაღალდს და გადასცემს ვეზირს, რომელიც მას ხმამაღლა კითხულობს. მომჩივანი და მისი თანხლები პირები მაშინვე იწყებენ ხმამაღლა ყვირილს. ისინი ზეცისკენ ხელაპყრობილნი ოხრავენ, ჯოხებს ურტყავენ მიწას, აყენებენ მტვერს, რათა გული მოულბო მთავარს. ჩვენო მეუფევ, ჩვენო ღმერთო, ჩვენო ბატონო და სხვა საკრალურ სახელებს უწოდებენ მას. მოპასუხე, რომელიც თავისი მომხრეებით არის მოსული, ასევე იწყებს ყვირილს და ორივე მხარე ცდილობს ხმაში მეორეს გადააჭარბოს. ორივე მხარე ასახელებს მოწმეებს და მერე მთავარს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ყველაფერი ხდება შუაგზაზე და არ გაინტერესებთ რატომ. რატომ და მთავარი სადმე ერთ ადგილზე კი არაა გაჩერებული, არამედ მიდის და გზადაგზა აგვარებს საკითხებს. ახლა რა ხდება თუ ერთი ბატონის ორი გლეხი კი არ დავობს, არამედ ორი სხვადასხვა ბატონის მსახურებს მოუწევთ ერთმანეთში რამე დავა. შარდენი წერს, რომ ასეთ დროს დავა წყდება მათივე ბატონების მიერ. თუ ეს ბატონები ვერთან ხვდებიან, აქ რა ხდება? აქ საქმე მარტივადაა. თუ ორი ბატონი ვერთან ხვდება, დავა წყდება ძალით. მართალი ყოფილა ის, ვინც უფრო ძლიერია. იარაღით ხელში დაესხმებიან თავს, არბევენ, ძარცვავენ და სამართალსაც ასე აღასრულებენ. ასეთი იყო სამართალი ძველ საქართველოში ჟან შარდენს თუ ვენდობით.
სირცხვილის ბოძი წიწამურში. ეს სევდიანი ამბავი ილიას მკვლელობის შემდეგ მოხდა. საქართველოს გამორჩეულად ძვირფასი შვილის, ერის მამის მკვლელობამ მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო. არავინ იცოდა როგორ ჩამოერეცხათ სირცხვილი და რა უნდა ეშველათ სინდისის ქენჯნის ძლიერი გზნობისთვის. ზღვა ხალხი დაკრძალვაზე. გლოვა და ტირილი. გამოსამშვიდობებელი სიტყვები რას უშველიდა. დაიწყო სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ილიას სახელის დარქმევა. კვლავ გამოიცა დიდი ტირაჟით მისი მოთხრობები და პოემები. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ცდილობდა ერთგვარი ვალი მოეხადა ილიას წინაშე. ასევე გადაწყდა ილიას მუზეუმის მოწყობა საგურამოში. სწორედ ამ ამბავს იხსენებს გოგლა ლეონიძე. ილიას მუზეუმს რო ვაწყობდით საგურამოში, ერთ დღეს შესვენებისას მოხუცი გლეხის ქალი მომიჯდა წყაროსთან. აქაური ვარ, საგურამოელი. გავიგე კარგ საქმეს აკეთებთ და მოვედი რომ ჩემი თვალით ვნახო. მე იცი ვინ ვარ. ილიას პურის მცხობელი ვიყავი. რომ ამოუყრიდი თონიდან ცხელპურებს ასე მეტყოდა ჯერ შენ მიირთვი, შენი სიამოვნე ცხელი პურითო. ის პური ახლაც მიწვამს ხელის გულ სირცხვილით. ის პურს გვაძლევდა, ჩვენ კი ტყვია. აღარ დაუსრულებია მოხუც ქალს და ატირებულა. ცოტა ხანში გაუგრძელებია. კარგად მახსოვს ილია რომ მოკლეს, ჩვენი სოფლის თავკაცები იძახდნენ წიწამურში, ჩვენი სირცხვილის ბოძი უნდა დავდგათო. სულ ის ბოძი მელანდება თვალებში. ახლა ამ მუზეუმს რომ გახსნით, ის სირცხვილის ბოძი ჩამოგვეხსნება? ახ, ნეტავ. ჩაიქნია ხელი მოხუცმა და დარდიანი წავიდა შინისკენ. სხვათა შორის ბარემ ილიას მკვლელობაზე ვსაუბრობთ და ერთ პატარა სამარცხვინო ამბავს კიდევ გეტყვით. ამ დროისთვის პეტერბურგში ხომ სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები. ხო და ამ სტუდენტებმა მოაწყვეს სპეციალური კრება, სულ 72 სტუდენტი შეკრებილა. დაუსვამთ საკითხი, ვითად პიროთ და მერე გადავწყვიტოთ, ღირსია თუ არა ილიას სიკვდილი იმისა, რომ ჩვენ ქართველი სტუდენტობის სახელით მწუხარება გამოვთქვათ ამ ამბავზეო. მართლაც გამართულა ეს კამათი. საბოლოოდ დიდი ხნის შემდეგ რის ვაივაგლახით მიუღიათ გადაწყვეტილება. გამოვხატოთ მწუხარებაო. კიდევ კარგი. 45 ქართველი სტუდენტი ამბობდა გავიზიაროთ მწუხარებაო. 27 კი ხმამაღლა ამტკიცებდნენ რომ ილიას მოკლა რევოლუციური აქტია. ილია როგორც მემამულე მოსაკლავი იყო. რა გითხრათ აბა? სამწუხაროდ ჩვენს ისტორიაში არის სამარცხვინო მომენტები. ამ სირცხვილზე კიდევ ზემოდან სხვა სირცხვილის მაგალითებიც გვაქვს. მაგალითად აი ის ახლა რომ მოგიყევით. სროლა ქაქუცას ქორწილში. ამ ამბავში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქორწილზე მოგიყვებით. საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1913 წელს დაქორწინდა. 25 წლის ბიჭმა თავისი ბედი ნინო მეღვინეთუხუცეს დაუკავშირა. აწყურში მცხოვრებ ილია მეღვინეთუხუცეს ერთადერთი შვილი ნინო ყოლია. ისიც ქაქუცას ცოლი გახდა. წყვილმა ჯვარი აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაიწერა. მათ ქორწილს სოფელ აწყურის მკვიდრი სოსია დანელაშვილი აღწერს. ქაქუცას და ნინოს ქორწილში სოფლის ახალგაზრდობასთან ერთად მეც ვიყავი. ზღაპრული წყვილი იყო ნეფე პატარძალი. განსაკუთრებით მოვიხიბლეთ სიძის გარეგნობით და მისი ცეკვით. ქაქუცა მის მახლობელ მანდილოსანს ეცეკვებოდა. ცეკვის დროს ამოიღო იარაღი და მოცეკვავე მანდილოსანს ფეხებთან სროლა დაუწყო. ისე რომ ცეკვა არ გაუჩერებია. ხედავდი ტყვიები როგორ ერჭობოდნენ მიწაში. ამის შემხედვარე ხალხი გაუგნებული იყო. ის არა მარტო კარგი მოცეკვავე იყო, იარაღსაც მარჯვეთ ისროდა მიზანში. ახლა რატომ მოგიყევით ეს ამბავი? ყოველთვის როცა ძველ დროზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რომ კარგად გავიაზროთ რა ეპოქაზე არის საუბარი. ასე პირდაპირ არ უნდა შევაფასოთ თანამედროვე ჭრილში მოვლენები. დღეს რომ ეს გააკეთოს ვინმემ, ცხადია არავინ შეაქებს. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, რომ სოციალურ ქსელში TikTok-ზე ასეთი ვიდეო გამოჩნდა. აი რა მოხდება წარმოდგენაც არ მინდა. მაშინდელი მამაცური საქციელი დღეს კრიტიკის ქარცეცხლს ვერ გაუძლებდა. თანამედროვე დროში ცხადია ქაქუცაც არ იზამდა ამას. ისე ნებისმიერ დროში საშიშია იარაღის სროლა, მით უმეტეს ცეკვის დროს. მინდა რომ კომენტარებში პატარა დისკუსია გავმართოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ამბები და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ გვერდი და მოიწონეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.